მოგესალმებით, ჩემო ძირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ვნახოთ დღეს ჩვენ ასეთი გაშლა გავაკეთოთ. უნდა დაბრუნება საერთოდ თქვენს პარტნიორს და საერთოდ გჭირდება თუ არა მისი მიღება. Ну, ესეთი სიგნიფიკაციაც ეგ არის და პრინციპში ახლა თუ დაუშვოთ ან თქვენ ელოდებით, ან შეიძლება უკვე არ ელოდებით თქვენს პარტნიორს დაუშვათ. მაგრამ შეიძლება თქვათ, შეიძლება ზოგჯერ არის ესეთი მომენტი, რომ თქვათ, ვერ ჩამოყალიბდით, უნდა მიიღო უკან თუ დაბრუნდება, თუ არ უნდა მიიღო და დაბრუნდება. ნახოთ ახლა ჩვენ. ასეთი თემა თუ თქვენთვის საინტერესო, რა თქმა უნდა, უყურეთ კითხვებზე. პასუხს მივიღებთ ახლა ჩვენ. პირველ რიგში ჯერ საერთოდ თუ ფიქრობს ეს ადამიანი დაბრუნებაზე, ეს ვნახოთ. შემდეგი ვკითხოთ ჩვენ რა მიზეზი ხო ანუ ეს სურვილი დაუშვათ თუ აქვს მაგას რომ დაბრუნდეს, თქვათ მთავარი ნამდვილი მაგისი мотиваცია, მოტივები რა აქვს, ხო რატომ უნდა რომ დაბრუნდეს დაუშვათ. ეხლა რა ემოციებს განიცდის შენს მიმართ? რა შეიცვალა ნახოთ მასში და შენშიც დაშორების შემდეგ, რაც ცვლილება აი მასში და თქვენში, აი ასე ავიღებ ორტაროს იყოს ეგრე. შემდეგი ვნახოთ ახლა რას მოიტანს ეს მისი დაბრუნება საერთოდ თქვენ. რას მოიტანს? და საერთოდ გჭირდება თუ არა რა მისი მიღება. ხელახლად ხო და ვნახოთ ახლა ტაროს რჩევა ვკითხოთ, ხო? ანუ როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ბრძნულად. წასვლა, აი. აქ არის წასვლა. ესე იგი სწორი დავარჩიეთ ტარო. თან ახლა ესეთი თან ხანძლი, აქ არის ხანძლივ წასვლაზე, გოგოებო, აქ არ არის 2 დღის წასვლაზე და 4 დღის წასვლაზე რა. არ არის აქ. და ზუსტად აი გოგო ფიქრობს ახლა საერთოდ ახლა დაბრუნდება, არ დაბრუნდება, მივიღო, არ მივიღო, ზუსტად იმიტომ რომ აქ ნახეთ პრინციპში ახლა გოგო თulis რომ ძალიან აი არ დავიმსახურე ეგეთი რაღაც ნამდვილად და მაგრამ ზოგი ელოდება. მოდით ნახოთ, всё, ზოგი ელოდება. ამიტომ დავიწყოთ რა, საერთოდ უნდა თუ არა მას დაბრუნება ეს ვკითხოთ რა, პირველ რიგში. სხვათა შორის იცით როგორი მომენტი არის, აი რომ დიდი პაუზას მაჩვენებენ ძალიან დიდ პაუზას და პასუხი ახლა დაბრუნებას. так, აი, მოხდება პაუზას მაჩვენებს, იცით როგორ არის? ფიქრობს, აი ფიქრობს თუ არის კითხვა ზუსტად, ხო, აი იმიტომ არის საჭირო რომ ზუსტად კითხვა დაუსვა. ფიქრობს, კი, ფიქრობს, აი ზუსტად ფიქრობს. დიდი ხანია ფიქრობს. აბა კიდე რას გვეტყვით აქ? ძალიან ფიქრობს. ძალიან ფიქრობს, მაგრამ იცით როგორი მომენტი არის აქ? даже გეტყოდით რომ შეიძლება ეს ადამიანი ცოტას ეს ფიქრობს რომ თქვენ შეიძლება არ მიიღოთ. არ იცის რანაირად მოიქცეს ისე, აი იმიტომ რომ თქვენ აქ ხართ ესეთ ენერგიაში რომ შეიძლება ფიქრობს რომ ეს არ მიმიღებს მე. ან вообще აღარ უყვარ ვარ. ან ეთყობა თქვენზე ინფორმაცია არა აქვს ამ ადამიანს ისეთი რომ აი იყოს დარწმუნებული რომ თქვენს ეს გინდათ. გაიგეთ რა შეესაქმეა აქ. კაი. იმიტომ რომ აქ ნახეთ რა ემალება მის დაბრუნების სურვილზე აქ არის ანუ კვერთხების მეფე. ანუ რა იმალება და გამოდის ყურული მალავს. ანუ ნამდვილი მოტივები მითხარება რა გინდა შენ. აჰა, იმიტომ რომ თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი, თქვენ მას იზიდავთ
და თქვენს გარეშე დაიღალა ეს ადამიანი იცით რა უენერგიოდ გრძნობს თავს, იმიტომ რომ მაგას თქვენთან როგორ არის, იცით, თქვენი ენერგია, თქვენ მაგასაც ყობა აძლევთ რაღაცას ენერგიას, თქვენ ახლა მაგას აძლევთ აი აუცილებელი ისეთი ანუ აქ ადამიანი აქ თქვენს გარეშე დაიღალა. იხდით? იმიტომ რომ ავანტყოფური განცდა არის აქ, პლუს კიდე მაგი ფიქრობს, რომ თქვენ დაგღალათ, დაგღალათ ალბათ კიდევაც, კი ბატონო, დაგღალათ კიდევაც და კიდევაც აქ არის ის მომენტი, როცა ანუ რატო უნდა მაგას თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ მას სჭირდებით. თქვენ ხართ მისი ენერგია, ის ენერგია, რომელიც მაგას აი სიცოცხლის ენერგია. აი ასე, სიცოცხლის ენერგია ხარ თქვენ. იმიტომ რომ თქვენთან როცა არის ეს ადამიანი შევსებული, ეს ადამიანი არის კარგად, ეს ადამიანი არის ნუ კარგად გრძნობს თავს ძალიან თქვენს გარეშე, ხო, თქვენი ენერგიის, თქვენი მიდგომის, თქვენი ანუ ცოდნა თუნდაც, ხო? აი მოაკლდათ რა, მაგას მოაკლდათ ძალიან თქვენი ენერგია. ეს არის უეჭველი 1000%-იანს გეუბნებით რა. ნახოთ ახლა რა ემოციებს ახლა განიცდის ეს თქვენს მიმართ, ხო? რა ემოციებს და აი შეცვლილი ემოცია სხვათა შორის და აქ თუ ემოცია ავიღოთ, აქ უფრო ფიქრი არის, იმიტომ რომ ახლა ხმალები ემოციას იმდენად არ აჩვენებს, ემოციურად შეიძლება თქვენს მიმართ ეს განიცდის იმას, რომ დაბრუნება უნდა. ანუ უნდა დაბრუნება, უნდა. კი ბატონო, ემოცია აგერ მაჩვენეს ენატრებით. აი ძალიან ენატრებით, очень ენატრებით. очень. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ რა შეიცვალა თქვენში, რა შეიცვალა მასში. ნუ თქვენ პრინციპში რო გითხრათ, რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ხართ ან რაღაცა ზიხარ და ნერვიულობ და რამე, არა, აქ даже შეიძლება ზოგს ისეთი თემაც გქონდეს, რომ вообще სხვა ადამიანი შეხვდა. ან დაკავებული ხართ თქვენი სამსახური, თქვენი საქმიანობით და პრინციპში ნორმალურად ხართ, ხო? მაგრამ აი ამაში შეიცვალა, რომ მაგან ძალიან კარგად მიხვდა, რომ რა დავკარგე. რომ დაიკარგა, იმიტომ რომ ვერ გრძნობს აქ კარგად, იმიტომ რომ ქონდა მაგას ახლა ემოციები, ქონდა მაგას ძალიან კარგი მომენტები, ანუ აქ ადამიანი განიცდის ემოციების უკმარისობას, იმიტომ რომ შეიძლება თქვენთან ახლა როცა იყო ეს ადამიანი, კი შეიძლება იყო რაღაცა რთული მომენტები, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ ჭკვიანი გოგო ხართ, აი ძალიან აქ თუ ეზოტერიკით ხართ დაკავებული უეჭველი, თქვენი გაშლა თუ იმიტომ რომ ყორუმია ყოველთვის ეგ არის, თუ დაუშვათ ახლა უბრალოდ ინტუიცია, ფსიქოლოგიც ხართ, ანუ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ რა, ისეთი ადამიანი, რომელიც იზიდავს და რომელიც ანუ ჭკვიანური კითხვა პასუხი იცის დაუშვათ რჩევები თუნდაც სიტყვაზე, ხო? ნუ ემოცია, მაგალითად ეგრევე მაჩვენა, რომ ემოციურად დავიცალე, ემოცია სულიერად არ მყოფნის, აი ანუ ცუდად ვარ მაგის გარეშე რა, აი ეგ არის რა. აი ეს მაგან მიხვდა აქ სხვათა შორის, მე რომ გითხოთ, რომ გოგო ახლა აქ დაეცა ძირს და ტირის, ეგრე არ არის აქ ნამდვილად, მაგრამ ბიჭესთვის ეს არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ საერთოდ რა არის ახლა, საერთოდ ქალი არის ემოცია ურთიერთობაში და ქალი აძლევს კაცს ემოციას და მდგომარეობას და როცა ახლა ადამიანი თქვათ ახლა ანუ კარგავს ამას ემოციურად მე იკარგებასავით რა, დავკარგე, იმიტომ ვიძახეთ ჩვენ რომ კი ყველაფერი მქონდა ზოგჯერ თქვათ ძალიან მაგრად ვიყავით, ზოგჯერ ძალიან ისე, მაგრამ ეხლა აი ძალიან პატარა რაღაც ემოცია დარჩა, რომელიც აი თავის რესურსზე თუ ახლა კრიზისული სიტუაცია აქვს უეჭველი ამ ადამიანს, ახლა ვისაც თქვენ ახლა განიხილავთ აქ რა. ვნახოთ ახლა ანუ შენთვის რას მოიტანს მისი დაბრუნება? დაუშვათ დაბრუნდა. ნუ აქ არის თქვენი წარმატებას მოგიტანს სხვათა შორის და იზეიმებ რა, იმიტომ რომ ხო გეუბნებათ თქვენ ისედაც არ ახართ ცუდად რა, მაგრამ ეგ თუ დაბრუნდა, მიხვდებით რომ აი მე ხო ვთქვი რომ უჩემოთ არ შეგიძლია, მე ხო ვიცოდი რომ შენ აი ესე, ნუ თქვენ ნამდვილად წარმატებას მოგიტანთ რა და კიდე რას მოიტანს. ნუ ყოველ შემთხვევაში მარტო თუ იყავით, მარტო არ იქნებით, მოდით ასე ვთქვათ რა. მაგრამ როგორი მომენტი არის, იცით? რას მოიტანს?
რას მოიტანს? ან ზუსტად როგორც აი რო გითხრათ რომ ძალიან რაღაცა შეიცვლება სტაბილურად გოგოებო თუ თქვენ ხართ დაუშვათ ამ ადამიანთან მიმოწერა გაქვთ ინტერნეტით ხო უფრო სტაბილურად და დაუშვათ თქვენ ახლა ნუ გქონდათ კამათი ასე რომ ვთქვათ იმაზე რომ აი ყურადღებას არ გაქცევს ვთქვათ ან არ გწერს მიმოწერა რაღაცა ეგეთი მომენტები კიდე თუ საზღვარგარეთ არის კიდე ეს ადამიანი შეიძლება გქონდათ რაღაც ესეთი მომენტები ან შორს სადღაც არის რომ ვთქვათ არ გწერდა არ პასუხობდა ნუ რა ვიცი აი იციან ბიჭებმა ეგეთი თემები რა შეიძლება და ეს პრობლემა თუ გქონდათ, შემიძლია გითხრათ, რომ აქ მართლა ადამიანის შეცვლის პოზიციას რა და უკვე ანუ ყველა ვარიანტში იმას ისავს, რა ქვია, უკვე გააქტიურდება და აღარ იქნება ეგეთი რა. მართლა აღარ იქნება ეს ადამიანი მასე რა. კიდე რა შეიძლება შეიცვალოს აქ, აი გოგეთხარით. აი თქოს განულება მოხდება, მაგრამ თქვენს უკვე ჭკვიანურად მიუდგებით საქმეს, ასე შეგვიძლია თქვა. მოდით ვკითხოთ ახლა გჭირდება თუ არა მისი საერთოდ ხელახლა მიღება. სულ მაღალი არკანები. ნუ ვარსკვლავი რო არის, ნახეთ, ვინს ელოდებით, ხო? აი პრინციპში კი, პასუხი კი. კი ბატონო. რატომ? კიდე ვარსკვლავს ხურავს გადავერია. იცით როგორი თემა არის? აქ მე ვფიქრობ, რომ აქ ნახეთ განულდება ეს სიტუაცია, აქ მე კიდევაც მომდიოდა ინფორმაცია, რომ ვიღაცას გაიხსნება მისი თქვენში არის გასახსნელი რაღაცა კიდე ბევრი ცოდნა არის თქვენში. ნახეთ, ეს ადამიანი კიდე უნდა გაჩერდეს თქვენ ცხოვრებაში, ასე გადაწყვეტილება აქვს სამყაროს და უნდა იყოთ მხოლოდ უკვე კაი ურთიერთობაში, იმიტომ რომ აქ პრინციპში თქვენ ჯერ ერთი მე არ გამოვრიცხე, რომ ერთ ვარსკვლავთა ოჯახიდან ხარ და მეორე კიდე აქ თითქოს არის როგორი მომენტი, იცით, თქვენთვის არის ეს საჭირო რა. რომ კიდე რაღაცა ნიჭი უნდა გაიხსნას თქვენში. ნუ აქ პასუხი კი. კი. აქ განახლებული იქნება ურთიერთობა, აქ რაღაცა, აქ ვიღაცა ვისაც აქტუალურია, იცოდეთ თქვენ, აქ შვილიც უნდა გააჩინოთ. ვისაც შეუძლია. თუ არა და თქვენი განვითარებისთვის კი. ნუ აქ პასუხი კი. მე არ ვიცი, მე აქ პასუხს. იმიტომ რომ თქვენი ვარსკვლავი უნდა გაიხსნას. მოიცადე ერთი კიდე აბა ის რა არის. ახალი რას ნიშნავს? ახალს რას მაჩვენებს ახლა? ეს ისე ეს იქნება ეს მასე განახლებული თუ სხვა ვიღაცა ვერ გავიგე აბა მითხარით. არა ეს ვიზიც თქვენ ნერვიულობთ ეს თქვენი. განახლებული, ნუ იქნება იმპერატორი. შეიცვლება. უნდა ისჯეროდეს ამ გოგოს რომ შეიცვლება? კიო. გოგოებო. კიო. ნახეთ რა ვიცი. რაღაცა ეგეთი მოდის, როგორ უნდა მოიქცეთ. ნუ ნახეთ ახლა რას გვეუბნებიან ჩვენ ტარო რას გვეუბნება რა. თუ ნუ ბრძნულად როგორ უნდა მოიქცე რა, თუ გიყვარს ნამდვილად, მიიღე სუფთა გულით. თუ გიყვარს, უნდა მიიღო. თუ გიყვარს, თუ ეს გულში კი აქ მაღალი ძალები თქვენსკენ არიან. აქ რაღაცა იცით რა არის, აქ რაღაც მომენტები, რომელიც თქვენ გინდათ თითქოს როგორ არის, ორივე რაღაცნაირად იტანჯებით. კი, ორივე იტანჯებით. კი, შეიძლება ანახოთ, აქ მაღალი ძალები უბრალოდ რა შვებენ, ეს სირთულე ალბათ თქვენთვის იყოს აუცილებლად, უნდა მოერიოთ
თუ დაბლოკილი ყავთ, არ უნდა მერყეობდე, არ უნდა არ გჯეროდეს, არ უნდა ინერვიულო. აბა რა უნდა ქნას? ეს ყველაფერი დასრულდება, თუ თქვენ გქონდათ ნერვიულ, განახლება ურთიერთობის 1000%-იანი მოდის. ახალი ეტაპი. ანუ რატო იყო მაშინ კარგეთ, აბა ეს დაშორება აუცილებელი იყო, ეს რაღაცა გარდატეხვის პერიოდი, ხო, აქ ტრანსფორმაცია, მასე უნდა ყოფილიყო? ეს იყო მისთვის საჭირო. მაგისტრის იყო ეს ტრანსფორმაცია, სულიერი ტრანსფორმაცია უნდა გაევლო თქვენს პარტნიორს, იცით? და მაგიტომ მოხდა ეს თქვენი აი აქ დაშორება. კი. და ეხლა დაბრუნება უნდა. და ეშინია რო თქვენ არ ეშინია ამ დაკარგვეს და ნერვიულობს ძალიან. უნდა დაბრუნება გოგოება 1000%-იანი და გზაზე ფიქრობს ეგა. ეს კარმული თემა არის აქ, გაკვეთილი გაიარეთ, ნამდვილად გაკვეთილი გაიარეთ. ეს წასვლა აუცილებელი იყო. და ეხლა უკვე აი მოდის, უნდა დაბრუნდეს, ოღონ ძალიან სხვანაირად გაძლიერებული, აი რაღაც და გამარჯვებული. ახალი სიყვარულით და იმიტომ რომ უდიდესი ტრანსფორმაცია გაიარა, რაღაცა პერიოდი წავიდა, შეიცვალა ეს რაღაც. იცით რა არის, მაგასაც ქონდა რაღაცა აქ მომენტები, იცით, რომელიც უნდა გაევლო ამას, რთული მომენტები და ეს იმიტომ ეს მაგისი ტრანსფორმაცია იყო თქვენი არა. და აქ უნდა ამას აწონდა გაეკეთებია და მიმხვდარიყო, რომ საერთოდ ეს როგორ არის, იცით, როცა მიხვდა ამ თემაში, სადაც ეს ადამიანი იყო, რაღაცას უნდა მიხვდარიყო. იმიტომ რომ აქ მაგის ცხოვრებაში მიდიოდა ძალიან ძლიერი ცვლილებები. მაგას სჭირდებოდა ეს პერიოდი უფრო ვიდრე თქვენ. იმიტომ რომ იქ გაიარა ამ ადამიანმა რაღაცა სულიერი ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ მაგან მიხვდა, რომ თქვენ ხართ ის ნომერ პირველი და ერთადერთი ქალი მაგის ცხოვრებაში და ეს ალბათ მაგისტვის იყო. მაგისტვის იყო. და მაგი უნდა მიმხვდარიყო, რომ თქვენ ხართ მისი ოჯახი. და თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი და თქვენთვის უნდა გააკეთოს მანამ პირველ რიგში თქვენ რო და აი აქ ზუსტად ნახეთ ახლა კანონი არის ეგეთი. გინდა დაიჯეროთ, გინდა არ დაიჯეროთ, ეს არის ელემენტარული, როგორც ახლა სამყაროს კანონი არსებობს, როგორც ვთქვათ ახლა არის კარმული კანონები, ხო? ჩვენ ხო იურისტი ვინც არა ვართ, ჩვენ ხო ყველა არ ვიცით ახლა კანონები, თქვათ ახლა იურიდიული, ხო? მაგაის არაფერს არ ნიშნავს, ჯვარი წერია რომ დავაშავოთ, ყველა ვარიანტში უნდა ვაგოთ პასუხი. ამიტომ აქაც არის ეგეთი სიტუაცია, არსებობს კარმული კანონი. სადაც როცა ადამიანი, ხო, როცა ცოლი თქვა ყავს ადამიანს, ან დაუშვათ ქალი, ეხლა უკვე შეიძლება ხელს არ აწერენ, ბევრი თქვა და ცხოვრობენ ერთად, ხო? ქალი, რომელიც თქვა, ქალს, რომელსაც ირჩევს მამაკაცი, პირველი ეს მის ცხოვრებაში უკვე არის ეს არის და არა დედა თქვა და ასე შემდეგ, ხო? პირველი არის ანუ პარტნიორისთვის პარტნიორი იგივე როგორც ქალისთვის, როცა თხოვდება ეს ხო საერთოდ 100%-იანი არის მისთვის პირველ ადგილზე დგას მისი პარტნიორი, ქმარი პარტნიორი იგივეა. ხო? მერე უკვე მიდის შვილი, მერე მიდის დედა და მერე და. იგივე არის, გოგოსთვის რა. თქვათ ახლა ჯერ ქმარი, შვილები, მერე мама, მერე თქვათ ძმა დაუშვათ. გინდა გაითვალისწინოთ, გინდა არა. აი აქ ადამიანს ჰქონდა ის დრო, რომ მაგას
ყავს ქალი, რომელიც მაგის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან ისეთი ბედით კი არა, რა ვიცი, აუცილებლად უნდა მომხდარიყო ეს შეხვედრა, აუცილებლად და უბრალოდ ამ ადამიანმა ვერ მიხვდა, რომ პირველ რიგში უნდა იყოს ეს მისთვის მნიშვნელოვანი და მერე უკვე დანარჩენი ყველა, იმიტომ რომ ამ ადამიანთან, ამ ქალთან ეს იყო ბედნიერი, სულიერად ბედნიერია ეს ადამიანი ამ ქალთან, გაიგეთ? როცა ეს აქ ვიღაცები ერევიან და ეს ვიღაცები შეიძლება აუცილებელი კი არ არის, რომ იყოს დაუშვათ ახლა სხვა ქალი სიტყვაზე, ეს შეიძლება იყოს დედა და მამი და დეიდა, რა ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, ზოგჯერ თქვათ ახლა თუ უკვე ოჯახი გქონდა შვილები, ხო, დაუშვათ, ხო? ეს არის დარღვევა კანონების და ჩვენ როცა არ ვიცით კანონები, ხო? ჩვენ ვერ ხსნით რა ხდება. ვარღვევთ, ვერ ხსნით, ხო? და ეს არის რა, რომ აქ დარღვეულია კანონი ადამიანისთვის, მისი ქალი, ვისაც კარგად გრძნობს თავს, მაგ ქალს აწყენინა აშკარად და всё წავიდა სადღაც, მაგრამ იმ სადღაცაში, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ არაფასებდა ეთყობა სათანადოდ, ეს განკორწინება თუ დაშორება თუ რაცაც ვისაც რა, უნდა ყოფილიყო აუცილებლად, იმიტომ რომ მაგასთვის იყო ეს გაკვეთილი, რომ უნდა მიმხდარიყო, ვინ არის სინამდვილეში მისთვის ეს ქალი. იმიტომ რომ ძალიან ცუდად გახდა ეს ადამიანი, რა არის, ისეთ იმიტომ რომ სულიერად ახლა ვერ იქნებოდა კარგად, რა. ეხლა ვერც დედა, ვერც და, ვერც შვილი, ვერავინ ვერ მოგცემს შენ იმას, რასაც შეუძლია ქალს მისცეს კაცს ან პირიქით. მოხდებით რა. ხო და აი ეს როცა მიდის აი იმიტომ არ უნდა დაარღვია რა. ყველას უნდა ქონდეს თავისი ადგილი, ყველა უნდა გიყვარდეს, ყველას უნდა მიაქციო ყურადღება, ყველას უნდა პატივი სცე, მაგრამ უნდა იცოდე თანამიმდევრობა, პრიორიტეტები უნდა იცოდე. მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. როცა ჩვენ თუ ვიცით და ვარღვევ ხო უარესია, თუ არ ვიცით და ვარღვევ, უნდა გითხო მაინც დაუშვათ, ხო? ან რაღაცა თქვათ მოისმინე, რატო შეიძლება მოხდეს. აი მე გეუბნებით, რომ ეს არის და აქ მე უკვე ადამიანი იტანჯებთ, რომ გოგო აქ არ იტანჯება, იმიტომ რომ გოგო აქ არის ნორმალურად, კარგად, იმიტომ რომ იცის ეთყობა ან კანონები, ან უკვე ამოუვიდა ყელში ერთი და იგივე ეს საუბარი, ხო? და ბიჭისთვის აქ არის ცოტა მძიმე სიტუაცია, იმიტომ რომ გული იწევს ახლა გოგოს მკენ და ან გვაჩვენეს რომ უკვე არ იცის თვითონაც მიმიღებს უკვე ამდენი ხუშტურების მერე ეს გოგო თუ არა და არ იცის როგორ რანაირად უნდა მოიქცეს, მაგრამ დაბრუნება უნდა. პრინციპში გვაჩვენებენ ჩვენ ახლა აქ გვაჩვენეს რომ თუ თქვენ მაგას მიიღეთ, ეს ამან გაიარა ეს სულიერი ტრანსფორმაცია და პრინციპში შეგიძლიათ მიიღოთ, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში უნდა მოხდეს რაღაცა ახალ ეტაპზე გადასვლა და რა თქმა უნდა არჩევანი იქნება თქვენზე, თქვენ როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება რა, იმიტომ რომ ეხლა ყველა სხვადასხვა სიტუაცია, იმიტომ ახლა საერთოდ ახლა კი მოგეცეთ ახლა რჩევა, მაგრამ მაინც თქვენი სიტუაციებში თქვენ თვითონ უფრო უნდა იცოდეთ, რომ ზოგს ახლა რა მიზეზი აქვს, ზოგს რა მიზეზი აქვს და საერთო ჯამში აი ასეთი ენერგიები გვაჩვენეს ჩემო ლამაზებო და მე როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგად.